მელოშ, გუშინ ყველაფერი მშვენიერი იყო, არა? მშვენიერი? გოგო, ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, რა მშვენიერი? კენანის მეგობარი ძალიან ერთობოდა, კინაღამ გაგიჟდა ჩვენი გართობისგან. გოგო, ჰაზალ, რა სიმპათიური ტიპი იყო. ღმერთმა თავის ბედს შეახვედროს. რითი იკვებება? თვალი არ მოხდეს. არ ვაპატიებდი ჩვენს დასახლებაში შემთხვევას. მაგრამ რაღაცას გეტყვი. სილამაზე დროებითია, იცი? ადამიანი უნდა იყოს. ადამიანური. მაგალითად, როგორც ვინ? ვინ უნდა იყოს, გოგო? კაფესი. სახელს შეხედე, დედა. მელოშ, ეს რა მესმის? თუ უკვე იწვი. ახლა ვიწყებ დაწვას. ჯერ ვიწყებ, ნახოთ რა იქნება. ცოტა ნავთი დაასხითო გინდა. კარგი, მაშინვე ფერფლი გავხდები. შეხედე რას მერჩევს. მე თავი დამანებე, საკუთარ თავზე იფიქრე, ქალბატონო ჰაზალ. მაგალითად, ჩემო ჰაზალ, იცი ყველაზე სამწუხარო რა არის შეყვარებულებში? მათ გონიათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ ამჩნევს. ყვამლს დამალავ ცეცხლისგან. რისი თქმა გინდა, მელოშ? იმას ვამბობ, რომ კენანი და შენს გრძნობებს ვერ მალავთ. არავითარ შემთხვევაში ნუეცდები უარყოფას. არ დაგიჯერებ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ირმაკმა ყველაფერი იცის. ისე იქცევა, თითქოს არ იცის. ეს სხვა საქმეა. იმას გეტყვი, რომ ფრთხილად უნდა იყო დაო. ირმაკ, დილამშვიდობისა. მობრძანდი, რა მშვენიერი სიურპრიზია. ხო, დღეს ასე გამოვიდა. კარგად ხარ? კარგად ვარ. მისმენე თუ არ გისაუზმეა, მოდი ერთად. საჭირო არ არის. ვისაუზმე. რამე მოხდა სახლში? უცნაური ხარ. კენან, პირდაპირ გეტყვი. რა თქმა უნდა. დაჯექი, მოდი, დაჯექი. საავად მყოფოდა რომ გამოვედი, მის მერე ვფიქრობ. იმაზე რაც შეგემთხვა ჩვენს ქორწინებაზე. მერე? ძალიან სწრაფად გადავწყვიტეთ დაქორწინება. ეს ვურალმა გითხრა? ეს ყველაფერი საიდან მოიტანე? დედას გარდაცვალება, ჩემი ავადმყოფობა. ჩვენი ცალკე ცხოვრება. ამ ყველაფერმა დამაფიქრა. მინდა ჩემს ცხოვრებაში ზუსტი გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა აქეთ-იქეთ სიარული. როცა ადამიანი სიკვდილთან ახლოს არის, ეგოისტი ხდება. ირმაკ, მესმის. მისმინე, ვიცი და ვხედავ, რომ შენს ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს ახლა. ამას ვერ გაიგებ, კენან. ვერ გაიგებ, სანამ იმას არ გადაიტან, რაც მე გადავიტანე. ბევრი ვიფიქრე. უკეთესი იქნება სტამბოლიდან წავიდე. წახვალ? ჟენევაში წავალ. იქ გავაგრძელებ მკურნალობას. იქ სახლი გვაქვს. ზუსტად ისეთი უფლებებით ვისარგებლებ, რომელიც აქ მაქვს. და ჩვენ? ჩვენ? როდის შევძელით ჩვენ გამხდარიყავით? ამიერიდან ეს ძალიან რთულია. განქორწინება ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება. ისმენ ადვოკატო. რა მოხდა ასე დილაუთენია? რა? ერთი წუთი რას ბოდავ? არა, დარწმუნებული ხარ, რომ განქორწინება უნდა? ირმაკ, არ მესმის. რა მოხდა იმ გოგოსთან, რომელსაც ბავშვი და ოჯახი უნდოდა? რა შეიძლება მოხდარიყო, რომ შენ სოცნებებზე უარი გეთქვა და სხვა ქვეყანაში წასულიყავი? არაფერი არ მომხდარა, კენან. უბრალოდ ობიექტურად შევაფასე სიტუაცია. რეალობა ვნახე და ჩემი ოცნებები. აზრი არ აქვს გინდოდეს ის, რაც არ მოხდება. ირმაკ, მისმინე. სიმართლე მითხარე.
ეს ვურალმა გაიძულა? ეს ძმას არ ეხება. ჩემი გადაწყვეტილება მისთვის არ მithქვამს. ჯერ შენთვის მინდოდა ამის თქმა. რატო ვერ ვიჯერებ ამას? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი არ გჯერა? ბავშვი გონი ვარ? მაგრამ ქალი ვარ, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ეს ძმას არანაირად არ ეხება. წავალ, ადვოკატს უნდა შევხვდე. მისმინე. ირმაკ. თუ გაწყენინე. არა, ქენამ, პირიქით. არაფერი გაგიკეთებია იმისთვის, რომ წყენოდა რამე. იქნება შენი შეცდომა იყო. ჩემს გასაბედნიერებლად თავი გაიუბედურე. ყველაფერს ხედავ. ირმაკ. ძალიან მეწყინა. მე საერთოდ არ მწყინს. აზრი არ აქვს გინდოდეს ის, რაც არ მოხდება. ადამიანი არ უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ამიტომაც მივდივარ. თავს გაუფრთხილდი. გისმენ. ირმაკ, სად ხარ? გზაში ძმაო, მოვდივარ. სანამ მკითხავ გეტყვი, იმიტომ რომ ადვოკატმა ყველაფერი მოგიყვა. ხო, მომიყვა. რა მოხდა? რატომ გადაწყვიტე განქორწინება? სახლში რომ მივალ, მერე ვილაპარაკოთ. ეს ირმაკი იყო? ცუდად გამოიყურებოდა, იმედი მაქვს პრობლემები არ გაქვს. სასწრაფო საქმის საქმელად მოვიდა. კარგი, ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. რას აკეთებ აქ ამ დროს? მობრძანდი. გუშინდელი დღისთვის მადლობის საქმელად მოვედი. დიდი ხანია ოჯახურ ბედნიერ გარემოში არ ყოფილვარ. ხედავ, ხომ გეუბნებოდი? მართლა ძალიან ბედნიერი ხარ. მადლობა, ახლა ხშირად მოხვალ. კენან, მინდა რაღაც გკითხო. მიდი მკითხე ძმაო. ეს ჰაზალი. რა ჰაზალი? ვინმე ყავს? თავისუფალია? ხომ არისი? არ ვიცი. სიმართლე გითხრა, როგორც ვიცი, არა. რა მოხდა? კენან, ჰაზალი ძალიან მომეწონა. უკვე სერიოზული ურთიერთობა მინდა რომ მქონდეს. ყოველთვის ვერ შეხვდები პატიოსან სახლის გოგოს, ხო იცი? თანაც ჩემი ქორწინების ასაკი დადგა. რა თქმა უნდა, მართალს ამბობ. ყავას დალევ? არა, მადლობა. წარმატებები. მელეკ? დედა, აქ რას აკეთებ? რას ნიშნავს აქ რას ვაკეთებ? სამსახურში მოვედი. გუშინ გათხოვდი ქორწილის მეორე დღეს სამსახურში ვინ მიდის? სამსახური გარბის? რა უნდა მეკეთებინა, დეიდა? როგორც ახალგაზრდებს თაფლობის თვე უნდა მქონოდა? გაბის ჩაცმა მაიძულეთ. ახლა თაფლობის თვეზე გინდათ რომ გამიშვათ. მით უმეტეს ასეთი რაღაცეები არ მიყვარს. კარგი გამართლებაა, სიტყვები არ მყოფნის. მამა სად არის? სამსახურში. შრომის მოყვარეები არიან. რა შვებით? სუფრას ვშლით. ისმინე, სიმართლე მითხარი, კენანმა რამე დაგიშავა? ძმაო, მოიცადე და მშვიდი. დაჯექი, გთხოვ, მომისმინე ისე რომ არ შემაწყვეტინო. შევთანხმდით? კარგი, მოგისმენ. წამოდი დავჯდეთ, მოდი აქ. მოდი. მომისმინე ძმაო, ახლა გეტყვი.
კენანს არ ეჩხუბო, არ დაადანაშაულო და არც გაასამართლო. შევთანხმდით? კარგი, გვირდები, შენ კიდევ ასე ნუ იცავ. კენანს არ ვიცავ, მომისმინე. კენანი არანაირად არ უკავშირდება ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს სუფთა ჩემი სურვილია. რა მოხდა ერთ დღეში რომ ამბობ უარს ადამიანზე, რომელიც სიკვდილამდე გიყვარდა, ზუსტად ვიცი რაღაც დააშალა. არაფერი არ დაუშავებია. დედას გარდაცვალება, ჩემი ავადმყოფობა. მივხვდი რომ ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღებაში. ბოლო დროს ამ ყველაფერზე ვფიქრობდი. მივხვდი რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით და ვფიქრობ რომ აზრი არა აქვს გაგრძელებას. ესეც სიმართლე. თავიდანვე რომ დაგეჯერებინა შენი ძმისთვის, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მეთევზე კენანი თურმე. აი ჩემე და ჩვენს ოჯახში შემოუშვი. ძმაო, კარგი, ჯუმადვარ. უკვე ცუდი არაფერი აღარ მოხდება. მოვიშორეთ. რა ხდება, ნევრა, ჯუმად რატომ გვისმენ? არა, რას ამბობთ? ყავა მოგიტანეთ. კარგი, მოდი. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ისე დამტოვე, თითქოს ნაგვის პარკი ვიღო. ებრუ სადილის შემდეგ შეხვედრა იქნება. ამის 500 უნდა მოამზადო. კარგი, გავაკეთებ. კარგი, წარმატებები. ქალბატონო ირმაკ, ხომ არ გაწუხებთ? არა, ნევრა, შემოდი, რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა. მაინტერესებდა. რამე ხომ არ გჭირდებათ? ქალბატონო ირმაკ, არ გინდეთ. თქვენ ხომ ახლა გამოჯამრთელდით? თქვენი ჯამრთელობა შეიცოდეთ. გამომჯამრთელდი? სად გამომჯამრთელდი, ნევრა? ყველაფერი რაც გადამხდა ამ ავადმყოფობის გამო მოხდა. ქალბატონო ირმაკ, რა ხდება? გავიგე ბატონ ბურალს რომ ელაპარაკებოდით. მართლა აპირებთ განქორწინებას. რატომ? ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდით. ბედნიერად გამოვიყურებოდით? არის კიდევ რაღაც, რასაც არ ამბობთ. მე ის ძალიან მიყვარს. მაგრამ მას ვეცოდები. ისეთი კარგი ადამიანია, რომ ჩემს გამო თავის ოცნებებზე უარს ამბობს. ეს როგორ ვერ გავიგე? გაუგებარი არაფერია, ნევრა. ავადმყოფობის გამო არავინ არ იცის საავადმყოფოში როდის ვიქნები და სახლში როდის ვიქნები. ისიც უცნობია, რამდენი ხანი ვიცხოვრებ. ბავშვის ყოლაც არ შემიძლია. არ ამგონია, რომ აზრი აქვს დაქორწინებაში. ასე როგორ შეიძლება? იშვილეთ. ასე არ შეიძლება, ნევრა. ძალიან მიყვარს და მინდა რომ ბედნიერი იყოს. მაგრამ ასეთ პირობებში ვერ გავაბედნიერებ. იმ სოფლიდან მოხვედი, სადაც გარები არ არის მეთევზე. ირმაკს რა უთხარი? არაფერი. ვიცი რომ ამ საქმეში ჩარეული ხარ. შენი ცხოვრება ასე გადის, შენ დასაც არ იცოდე. რა უთხარი რომ გოგომ ერთ დღეში განქორწინება გადაწყვიტა? იცი რაშია შენი პრობლემა მეთევზე? ძალიან თვითდაჯერებული ხარ. მეც ვერ ვიჯერებ ამას. შენ თუ ასე აფასებ შენ თავს, რა ქნას თვით ვურალდემი როღლომ ასე არ არის? სისულელეს ნუ ამბობ და სიმართლე მითხარი. არა, არაფერი არ გამიკეთებია. უფრო სწორედ არც იყო საჭირო. ირმაკმა საკუთარი თვალებით დაინახა. ყველამ ვიცოდით რომ ჩემი და შენაირ ნაძირალასთან არ დარჩებოდა. მაგრამ ჩუმად ვიყავით, იმიტომ რომ ავად არის. ავად არის, გესმის? შენი არ მჯერა. ნუ გჯერა, ეს ნორმალურია. იმიტომ რომ მე გაგახსენებ ვინ ვარ სინამდვილეში. აი ამიტომაც ბრაზდები.
თუ გავიგე რომ ირმაკს რა მიაწყენინე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ხო გესმის? ირმაკმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გაცნობიერა რომ დედას მკვლელის ძმას გაჰყვა ცოლად და ეს ვერ აიტანა. ანუ როგორც მივხვდი, სიმართლე ყოველთვის არ დაიმალება. გაიგე ეს, შეიგნე. ახლა შეგიძლია წახვიდე. იცი როგორი ქორწილი იყო? ნამდვილი დიდებული ქორწილი. წარმოიდგინე იახტაზე. ბრწყინა. იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი. მოიცადე თვალი არ ეცეს მაგიდაზე დავაგაყუნებ. ვიფიქრე რომ დამელექის წინაშე არ იქნებოდა ლამაზი. ხომ იცი რომ ქორწილში არ შეიძლება პატარძალზე ლამაზი იყო. მაგრამ რა ვქნა? ფიზიკურად 100%-ით გამოვიყურები. ენერგია 5 ვარსკვლავიანი მაქვს. ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის. მზესავით ბრწყინავდი. ყველა მე მიყურებდა. ქალბატონო ებრო, გისმენთ რა გნებავთ? სინანი სახლშია? კი, მაგრამ ზინავს. ქალბატონო ებრო, ვერ შემოხვალთ. ზიდან გამეცალი საქმეს ეხება. ქალბატონო ებრო. ქალბატონო ებრო. გაიღვიძე ბატონო სინან. რა ხდება? ადექი ლოგინიდან. ბატონო სინან, უთხარი რომ არ შეგაწუხონ, მაგრამ ვერ შევაჩერე. ევრა გადი, ყველაფერი გავიგე. აბა რა ხდება? აქ რას აკეთებ? სადილის დროა უკვე ბატონო, იცი? მე რა რომ სადილის დროა? აქ რას აკეთებ? ისმი ნებრო, ჯობს ამას ლოგიკური ახსნა ჰქონდეს, თორემ შენთვისვე იქნება უარესი ეს. აქ შენ საშუალად მოვედი სულელო. მოიცადე რას ბოდავ? რა თქმა უნდა, შენ ხომ არ იცი კომპანიაში რა ხდება შენი გართობების გამო? რა ხდება კომპანიაში? ერთ საათში დირექტორების მნიშვნელოვანი შეხვედრაა ძვირფასო. და იქ თუ არ წახვალ, ყველა უფლებას წაგართმევენ. მართლა? რა თქმა უნდა, მართლა. შენი ძვირფასი ძმა 1000 გეგმას აწყობს იმისთვის, რომ კომპანიას მოგაშოროს. შენ კი ქალებს დაძლევ და ვერ ხედავ შენ ცხვრწინ რა ხდება. გონს მოდი უკვე. მერთო აქ რას აკეთებ? თაფლობისთვის არ უნდა კონდეს? ზრდასრული ადამიანები ვართ. ჩემთვის და მელექისთვის ყოველი დღე თაფლობისთვის არის. რა ხდება? ხასიათზე არ ხარ, რამე მოხდა? არა ძმაო, ისევ ისე. არა ეს ისევ ისე არ გავს. დაჯიგი. შემიძლია კერძები შემოგთავაზოთ, შაქსი კი. კარგი, კიდევ რამე ზეთის ხილიდან. კი, თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, და იჩლი კეპტე. ყველას ვურჩევ. მობრძანდი, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? თუ ვიტყვი რომ ქარს დავაძალე აქეთ რომ გადმოვეგდე? კარგი, მოდი დაჯექი. რამეს დალევ? არა, მადლობა, არ მოგაცდენ. უშინ ყველაფერი შესანიშნავი იყო. მინდოდა ისევ მენახე და მადლობა გადამეხადა. დარწმუნებული ხარ რომ არაფერს დალევ? არა, არაფერი არ მინდა, დაბრძანდი. სინამდვილეში რაღაც მინდა ვაღიარო. აქ მხოლოდ შენ სანახავად მოვედი. უშინ ყველაფერი შესანიშნავი იყო. აქ ფრთოვანებული ვარ თქვენით, თქვენი ოჯახით, იმით რომ მიმიღეთ. გვერდით შენი სილამაზე, ღიმილი, ენერგია. მართლა აქ ფრთოვანებული ვარ.
სინამდვილეში პირველივე დღეს შეგამჩნიე. რა თქმა უნდა, შენ მაშინ ვერ დამინახე. მაშინ ისევ რომ შევხვდით. კენანსაც ველაპარაკე. და მან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ერთი წუთი. ეს ყველაფერი კენანმა გირჩია? გითხრა წადი და ხაზალს დაელაპარაკეო? შევავთხოვე, იმიტომ რომ გიცნობს. და გითხრა წადი დაელაპარაკეო? არა, ბავშვები არ ვართ. ის ადამიანი არ ვარ, რომელიც დაგიმალავს თავის განზრახვას. და თუ გინდა უკეთესად რომ გამიცნო, მაშინ ვახშამზე უნდა დაგპატიჟო. მეგობრებო, ჩვენს შეხვედრას ვიწყებთ. როგორც ჩანს, ბატონის სინანი არ მობრძანდება. ესე იგი, არ შეწყვიტოთ, გააგრძელეთ. ამის ქცევებს შეხედეთ. კიდევ ერთხელ მადლობა, ჰაზალ. არაფრის, კვლავ გელოდებით. მაინც დაფიქრდი ჩემს შემოთავაზებაზე, კარგი? კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. ჰაზალ, ეს ბახადირი არისო? რა მოხდა, რატომ მოვიდა? მოვიდა და მორჩა დედა, მე რა ვიცი. რამე მოხდა შვილო? არა და ასეთი ტემპით არც მოხდება. ასეთი რა ვთქვი? ებრო, კარგად ხარ? რა გჭირს? კარგად ვარ, კარგად. საღამოს ქათამივჭამე. და ამიტომაც საყვარელო იმედი მაქვს ქათმის გამოა. შენ საქმეებს მიხედე. ზუსტად ქათმის გამო. მაუტანელი შურიანები. საჭირო არ იყო ბახადირისთვის ასეთი რჩევის მიცემა. გამწარებულზე არ ვიმოქმედებ, ხვალ მოვთხოვ პასუხს. ანუ მოკლედ რომ ვთქვა, მეც ვერ გავიგე რა მოხდა ძმაო. გაოცებული ვარ. ის გოგო შენზე შეყვარებული არ არის? რა მოხდა ერთ დღეში ყველაფერი როგორ შეიცვალა? 2 დღის წინ ჩვენთან ვახშამზე იყავით, ძმაო. არ მესმის, თვითონაც არ იციან რას აკეთებენ. ასეთი ადვილია გადაწყვეტილება მიიღო. ან დაქორწინდი, ან განქორწინდე. ურალზე მქონდა ეჭვი. გარკვევა მინდოდა, მაგრამ ნათელია რომ არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ამით ტკბება. ესე იგი სხვა გზა არ გვაქვს. ირმაკის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. რა თქმა უნდა, ასეა ძმაო. მაგრამ ერთადერთი რისიც მეშინია, რომ ირმაკმა თავი მარტოსულად არ იგრძნოს და ავადმყოფობა არ განმეორდეს. იქნება ამაშია საქმე, კენან. ეს როგორ ძმაო? ისმინე. ირმაკი ცუდად არის. ეს იცის და ამას ხედავ. მაგრამ მიცავ მას. როგორ ძმა იცავს დას? ეს ყველა მხრიდან გეტყობა. ყველა მხრიდან.
ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო ძმაო. ვცდილობდი გაკეთებას. ამ ცდილობაში მხარს გიჭერ, მაგრამ შენ ირმაკი არ გიყვარს. ქალი ყოველთვის იგრძნობს. კაცი როდის სრუობს და როდის არა. შენი აზრით ძალიან ვაწყენინე? თავს ნოიდანაშაულებ, გულის ბრალია. ესე იგი ირმაკმა ეს გაიგო და როგორც ყველა თავმოყარე ქალი იზამდა, წასვლა გადაწყვიტა. თავში კიდევ ერთი აზრი მომდის ძმაო. ირმაკმა ისიც იცის, რომ ჩემი ძმა დედამისის მკვლელია. ესეც რა თქმა უნდა. ალბათ ვერ დარჩა იმ ადამიანის გვერდით, ვისიც ძმაც დედამისის მკვლელია. ალბათ არჩია, რომ არ ეთქვა, რომ არ მწყენოდა. შვილო, ყველაფერი ერთიანად ჩამოვარდა. სხვა გზა არ ქონდა. ეს ყველაფერი მიიღო. შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილას. მართალი ხარ. ამ საბუთების მეშვეობით ყველაფერი გამოვა? კი, გალბატონო ირმაკ. რამოდენიმე დღეში ჟენევაში მივდივარ. განქორწინების დეტალებზე არაფრის გაგება არ მინდა. კარგი, როგორ წინებებთ? საქმეზე შემატყობინეთ. რა თქმა უნდა. ებრო, არ ვიცი რა გითხრა. შენ რომ არა ვურალი ყველაფერს წამართმევდა. ამას არასოდეს არ დავივიწყებ. იმედი მაქვს მივხვდი, რომ მხოლოდ მე ვფიქრობ შენზე. ებრო, ვიცი რომ ამ ბოლო დროს ზედმეტები მომდის. ყურადღებას არ გაქცევდი. რაც არ უნდა თქვა, მართალი ხარ, მაგრამ დამიჯერე ძალიან დავიბენე. არა, არ ღირს ახლა ამაზე ლაპარაკი. მით უმეტეს, რაც დღეს გავაკეთე, ეს სამსახურისთვის და უფროსისთვის გავაკეთე. შეგიძლია მაპატიო. ებრო, ცუდად გამოიყურები, კარგად ხარ? სულ გათეთრდი. არა. სერიოზული არაფერია. ალბათ მოვიწამლე. კარგი, დღეს ადრე წადი და გზაში ექიმთან შეიარე. კარგი, ვნახავ. გამაგებინე, კარგი? კარგი. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ. ისმენთ? კენან, დაკავებული ხარ? ასე დროს გერეკავ, რა თქმა უნდა. არა, თავისუფალი ვარ, იახტაზე ვარ. იახტაზე? ასე დროს? ირმაკი ალბათ ნანობს უკვე შენი სამსახურის გამო. რამის თქმა გინდოდა? რა ხდება? შეგიძლია ხვალ ვნახო? კარგი, რამე მოხდა? არა. ჩვენი მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის ცნობა მინდოდა შენთვის მომეცა. კარგი, ნებისმიერ დროს მოდი, აქ ვიქნები. კარგი, ნახვამდის. ვერც მიხვდა. თვალებში შემომხედე და ისე მითხარი კიდე ბახადირს რა ურჩიე. ხედავ, ესე შევიკრიბეთ, თითქოს განქორწინებულების კლუბია. კარგი, ჩვენ გავიგე, მაგრამ ირმაკს რატომ რევ ამაში? სინან ჯილდოს მოგცემ, წლის ძმა. სანამ შენ გოგონებთან ერთობოდი, სასმელს სვამდი და ადგილის შენარჩუნებას ცდილობდი კომპანიაში. რა თქმა უნდა, შენი დადა გავიწყდა. ვურალ, თითქოს მოკვდები თუ არ იტყვი რამეს. იმას ვამბობ, რომ ირმაკი ახალია ჩვენს განქორწინებულთა კლუბში. მალე ანგარის გავხსნით ჩვენთვის საკმარისად გასაგებად ახსენი?
ირმაკ. რას ამბობს? სიმართლეა, რასაც ამბობს მაო. განქორწინება გადავწყვიტე. რა? რატომ? ძალიან გაგიკვირდა რა იყო? თუ თვლივდი რომ ის მეთოზე ჩვენი დისღირსი იყო. შენილად იცი რომ ამაზე არ ვამბობ უბრალოდ. ირმაკ, დარწმუნებული ხარ? ანუ კარგად დაფიქრდი ამაზე? ისმინე ჩემო ცხოვრება. ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებენ პატარა კამათის გამო. არა ძმაო. ასეთი ადვილი გადაწყვეტილება არ არის, რომელიც კამათის გამო მივიღე. აბა რა არის საკმარისად ბედნიერი ჩანდი? დავინახე როლებს რომ თამაშობთ. გავცივდი მის მიმართ, როცა გავიგე რომ მისი ძმა დედას მკვლელია. ასეა რა თქმა უნდა. ვერაფერს იტყვი. ბრავო ირმაკ, ბოლოს და ბოლოს ბატონი სინანის დარწმუნება შეძელი. ცოტა ხანი მინდა ჟენევის სახლში დავისვენო. მარტო მინდა დარჩენა. მორჩა. ერთი წუთი. რა ჟენევა საიდან მოიტანე? არ მინდა იქ მარტო რომ წახვიდე. მარტო არ ვექნები. ქალბატონი ვერონიკა ასლია. რა ქალბატონი ვერონიკა? ქალი 97 წლის არის, ერთი ფეხით საფლავშია, თავის თავსაც კი ვერ უვლის. მინდა ვხედავდე რომ კარგად ხარ, ჩემო სულო. ძამიკო, უფრო მეტად მტკენ გულს იმით რომ ასე მაწვევი. ბავში არ ვარ. იქ იმისთვის მივდივარ რომ გამოვჯამრთავდე. ეს მჭირდება. დრო და დრო თქვენც ჩამოდით. ორალ გეყოფა ნოაწვევი. ირმაკ ისე მოიქეცი როგორც გინდა. სადაც ბედნიერი იქნები? რა თქმა უნდა, ასე ბედნიერი იქნება. მის უკან კედელივე ძმებით განან. შეცდომასად დავუშვით. მაგალითად? შეხედე. სამივე მარტო სულად ვართ. ყველაფერი მათი ბრალი არ არის ესე იგი. იქნებ ისეთ გარემოში გავიზარდეთ. სადაც ყოველთვის რაღაცა არ ყოფნიდა. ის რაც ჩვენშია საკმარისი არ არის. შეიძლება. ანუ რა გამოდის? ყოველთვის ჩვენი ბრალი იყო? თუ დამნაშავეები არა, მაშინ გულნადგენები.
მელეკ აზალს რა სჭირს გუშინდელი დღიდან სიტყვა ვერ ამოვაღებინე თავის თავშია ჩაფლული რამე მოხდა და არ ვიცი არა ჩემოსულო არაფერი ანუ არაფერია რაც მე ვიცი მაშინ სახეს სასამართლოს კედლებს რატომ უგავს მეც ხედავ რომ გუშინდელი დღიდან უცნაურია მაგრამ რა ისმინე თუ ურალმა რამე დაუშავა და არ გეუბნება რომ არ ვინერვიულოთ არა ბურალი არაფერ შუაში არ არის მაშინ რა ხდება კენანი მე არაფერი არ ვიცი უბრალოდ ვარაუდო რა მოხდა იკამათეს არა ისეთი არაფერი ჩვენი გოგო მგონი ირმაკზე ეჭვიანობს ეჭვიანობს ხო მელეკ დამოვეცდა თქვენთვის მეთქვა ირმაკმა გუშინ კენანს უთხრა რომ განქორწინება უნდა საიდან მოიტანა ეს საკმარისად ბედნიერები ჩანდნენ კენანს ვერ გაიგო მაგრამ გოგო სერიოზულად ამბობდა ნეტავ რა მოუვიდა თავში ხაზალმა იცის საინტერესოა არა ჩემოსულო კენანი ამ გაოცების მერე არ წავიდოდა და ხაზალს არ ეტყოდა რომ განქორწინებას აპირებს ისმენ ხაზალ მოვედი შეგიძლია გამოხვიდე და საბუთები აიღო კარგი მოვდივარ უნდა ვაღიარო აქ იმისთვის მოვედი რომ კვლავ მენახე გუშინ ყველაფერი მშვენივრად იყო აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით თქვენი ოჯახით და იმით რომ მიმიღეთ გვერდი თქვენი სილამაზე არა ჩვეულებრივი ღიმილი ენერგეტიკა მართლა ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი სინამდვილეში პირველივე დღეს შეგამჩნიე შენ მაშინ ვერ დამინახე რა თქმა უნდა მერე ისევ რომ გნახე კენანს ველაპარაკე ის დამეხმარა პირველი ნაბიჯის გადადგმაში ერთი წუთი კენანმა გირჩია ჩემთან დალაპარაკება მან გითხრა ხაზალს დაელაპარაკეო ჩემი ბედით შეიცვალა ცოტაც დარჩა და დემიროღლუ გავხდები მობრძანდი გალოდინე საბუთები აქ გაქვს აქ არის აქ მანქანაში ჩაჯექი სხვა რაღაცეებიც მაქვს კარგი აბა სად არის რასაკეთებ ხაზალ რასაკეთებ გაგიჟდი გავგიჟდი რას ნიშნავს გავგიჟდი ყურადღებით იყავე ხვედი შეიკარე ხაზალ რასაკეთებ სად მიყავარ ფრთხილად შვიდად იყავი გონსმოდი აქედან არ გახვალ სანამ არ მეტყვი ასე ადვილად როგორ თქვი ჩემზე უარი შვიდად იყავი ხაზალ სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ